მეგობრებო, ყველაზე სკანდალური პიროვნება დღესდღეობით გამას ისტორიაში და შეიძლება საქართველოშიც კი. ნიკა, crazy, boyka, ბოკელავაძე. როგორ ახლა? მოგესალმებით ყველას. შესანიშნავად. კაი მობილიზებული ვარ. ცოტა კი ვიღადავი ახლა თქვენ უზბეკ ჯეტლიზე. მოიცა, ჯერ ეგრევე ნუ მოგვაყრი. ნელ-ნელა თემებს გავიაროთ. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველაზე ძალიან მაყურებელს აინტერესებს ეს შენი კადრები ჰაერში რო ისროლე, რომ ღეროდი რუსულებს და ასე შემდეგ. ანუ მაგასთან დაკავშირებით რო გააკეთო რამე კომენტარები, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ ზიხარ ციხეში დღემდე, როგორ გაჩხუბებთ თუ ციხეში ხარ და ნუ ბევრი პორკერებით გამოვარე ხა ესე. ბევრი ისეთი კომენტარია და გაგვიმხილე, ანუ რა ხდებოდა უშუალოდ მაგ დროს, რამ გადაგრია. გადარეული რო ხარ, ვიცით, მაგრამ კონკრეტულად მაგ სიტუაციაში. ეგრე იყო ჩემი დაბადების დღე, 30 აგვისტო. და ეს ვიდეო სადღაც 4 თვის მერე გავწერდა რა. კაი ხანია მაგიდან გასული და ეს აიყოლი ეს სააკაშვილებმა, თავარ მარახებმა იმათმა ამათმა და ცოტა ხალხს ისეთი განწყობა მოყვა ამას რა. ხო და მართალი რო გითხრა, გვერდზე რომ ჯდარიყავი, მეც არ გამიხარდებოდა ვიღაცა თრალი სასტავი ჰაერში რო ისვრის და ხა თვალი არ ვიყავი. მაგრამ ცოტა ნასვამი ვიყავი ხა, მაგრამ ნაღდიერღიც არ მისვრია ხა რა, თუ ნაღდი რომ მისვრა, ზევით მაინც ვისროდი ხა. ძვაკესებს ხوار დავუმიზნებდი ისეთ თემაში ვიყავი და დამიჭირეს სხვათა შორის. სახიდან გამიყვანეს პიტები ბორკირებით, მაგრამ ბოიკასავით 40 კაცი იყო მოსული, მინა. არ და მაგაზე პროსტა ჯანემანო ყოფილიყო, პროსტა თორე კაპეზეც მომიწია გაჩერება. იქაც ვივარჯიშე, იქაც არ გავჩერებულა, კედრებს ურტყავდი გიჟივით. შევედი უბრალოდ ავე გამოვედი რა. სადებამ კარგად ჩაიარა. იქნა ეგრევე სხვათა შორის კაპეზიდან ეგრევე აეროპორტში წავედი რა და ჩიენჩი ბიზნეს გეგმების პონჩი ჩავედი და ხარზე გუნა პაპეგია ხაწეული, ვაფშე მოხიაო რა. მე თქვი არა ჯოკინგი. ანუ უბრალოდ ხულიგნობა იყო, ასე ვთქვათ. ხულიგნობის მუხლში გადის რა, ესე ვთქვათ რა, ნუ. კეთილი, ანუ ეხლა სხვათა შორის ერთი დღით ადრე დავიჭირე, რა შესაძლოა მიწევდა კაკრეს კამპესზე რა. რაშა რო გამოუშვეს მეორე დღეს დამიჭირე. თუ არ და საკანში დავიწყებდით. აირონლაშაც დაჭერილი იყო? რამოდენიმე. ეგეც რუსულებს ღერის? არა, ეგეც იარაღის თემაში დაიჭირეს რა. ნადირობდა ბიჭი ხო და? კარგად მოინადირა ბოროს კაპესზე ხო და ერთ დღით ადრე დავიჭირე, ვაფშე მაგარის ჰაიპს ავწევდით კაპესში დავიწყებდით ჩხუბს იგენ. ისე ეგ უკვე იმ ბრძოლის მერე რო ჩაეშალა, ბრძოლა მანამდე ჩანიშნული გქონდა თქვენ ხო? არა, ჩვენ თო ნიშნავდით ერთმანეთში რა. რამდენი ხანი ერთმანეთს ჩხუბი გვინდა იმე. ხო. კეთილი, მაშინ ეგრევე ვინაიდან თავისით ლაპარაკმა მოიტანა, ვანდოთ მაყურებელს ეს ამბავი. დავლატბეკ მარაიმოვი ჩაეხსნა ბრძოლას მეგობრებო. უმიზეზოდ არ მომხდარა, თუმცა ჩემთვის პირადად კიდე უფრო საინტერესო ბრძოლა ჩაინიშნა. შენ როგორ ფიქრობ? ზუსტად ლაშა როინიშვილი, ნიკა ბოკელავაძეს წინააღმდეგ. იჩხუბებენ წინასა ჩემპიონო ბრძოლას და მოგებული გავა სლავაზე ისევ. დავლატბეკმა ეს შანსი დაკარგა, თავიდან ექნება მოსაპოვებელი. თუმცა ეხლა ყურადღების ქვეშ არიან ლაშა როინიშვილი და უპირველეს ყოვლისა ნიკა, crazy. ჩემთვის crazy ხარ. ბოიკაც ხარ, მაგრამ crazy უფრო ხარ, ვიდრე ბოიკა. ბოკელავაძე და უბრალოდ მითხარი, აბა რას ველოდოთ ამ ბრძოლისგან და ვისთან ბრძოლა უფრო გაგისწორდებოდა შენ, ლაშასთან უფრო გაქვს ინტერესი თუ დავლატბეკთან? სხვათა შორის თავიდან უზბეკი ჯეტლის მიმართ ესეთი განწყობილიც არ ვიყავი რა, მეთქი პროცესები გავუშვებ მაგრამ ისეთი ინტერვიუები მიცა, ამას თუ გავთიშავო, კამარზე გავარო, კამარს გადავიკიდებო, მეთქი მან დაერხა უკვე, მან უკვე მაგარ გავუპრასდი რა. ძალიან სერიოზული ვარჯიში დავიწყე, ხალხისგან გასაკვირად გიორგი ქიმაძესთან. და ეხლა ჩემ ხასიათს და ჩემ ჟირკასო გიორგის ტექნიკა დაემატებოდა, აგუზბექს ისე გავაგორებდი, ისეც აემხერა და ვაფშე ამხერას გავხდიდი რა. ვაპირებდი იმენა გამეთიშა პირველ რაუნდში, მაგრამ ამდენი ბრატაობის მერე მიხვდა რომ არ უღირდა აქ ჩამოსვლა გათიშვა და ისე წასვლა. და ჩამეხსნა. ჭკვიანი ყოფილა რა.
მაგრამ უფრო დიდი ფაიპი აიწია, ხარხემას დიდი ხანი ეროდა ორი ტიტანის დაჯახებას, ჩემი დანაშას. აქ ერთნაირი სტილის ჯახი წავა. ის გადავაზიარეთ შენი პოსტი. ხო, ერთნაირი სტილი წავა. ბოიკაოს კოშმარი ლაიფ, ეგრევე. ბოიკას მესამე სეზონი გამას ჩატარდება, ასე ვთქვათ. აი ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს. არა მხოლოდ მე, ასევე ხალხსაც. 13-ია ეს ბრძოლა მეგობრებო, ანუ შორეულ პერსპექტივებზე არ არის საუბარი. კონკრეტულად ეხლა მოხდება ეს ჯგუფი. სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა. პრომოკოდი ანდე. პრომოკოდი ბოიკა. როგორც შეეფერება ამ ჯგუფს. და აქ პირდებით აი დავიწყა ბრძოლას, აი დავიწყა დახურვა 3 წრის. და ბევრს არც ახსოვს, მაგრამ ეს წელი მე გავხსენი. პირველი ჩემი ჯგუფი იყო წერს. და პირველი ჯგუფი როგორც ნოკაუტით გავხსენი, ისევე ნოკაუტით დავამთავრებ. ეხლა შეტევათ არ მიიღო, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ამოცანაა, იმიტომ რომ რაღაც დონეზე პიტისავით უნიკალური ტიპი ხარ. ტექნიკა, შენიკრივის ტექნიკა, ანუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ აღსანიშნავია, პირიქით ცუდად არის აღსანიშნავი. მაგრამ, შენი რეზულტატები თავიდანვე დაწყებული, პირველივე ბრძოლიდან დაწყებული, თავის თავზე საუბრობს. რაც მოგებული გაქვს, პირველ რაუნდს არ გადაულახია არც ერთი ბრძოლას, ხო? ერთი გადასტათი წამეთ, მეორე რაუნდის პირველ წამში, გიორგი კვირიკაშვილთან. ხო. ეგეც მაგარი ბიჭი ყოფილა, პირველ რაუნდში 4 ჯერ ადგა რა და კი ბატონო. და რის კითხვა მინდა. ეხლა ლაშას კრივი ძნელი არ შეამჩნიო, მაგასაც აქვს სერიოზული ნოკაუტები გაკეთებული. რას ფიქრობ, ანუ და ჯანით, რასაც ვუყურებ, მუსკულატურა იმას უფრო დიდი აქვს. პირდაპირები ვიყოთ, ახლა შეიძლება ფეთქებადი ძალა ასაკის გამო, კლავჭიდის გამოცდილების გამო მეტი კონდეს და ვფიქრობ არის ამის დიდი შანსიც კიდევაც. ან ზოგადად ძალა არ არის უპირატესობა ამ ბრძოლაში, როგორც იყო ქიმაძესთან, კვირიკაშვილთან, თუ გინდაც აბრამიშვილთან. და რა არის შენი ძირითადი უპირატესობა ლაშასთან, როგორ მიგაჩნია? შენგში ხასიათი. ჩემ მხოლოდ ხასიათით გავტეხა მაგის პორტოფოლიო კუნთებს. მე კიდე თუ ჩემი გიჟურის ტირით, ისევ სწორ დროს ავფეთქდები და დარწმუნებული ვარ მაგის შანგენი ყვა ჩემ დაწყვეტს ვერ გაუძლებს. და კიდევ ერთხელ გაიშხრართება ის რინგზე უეჭვერით ან. და გიორგისთან აქვს მაგას ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნოკაუტი მეტი მაგისები არც არ მინახია და გიორგის აბოლოც კიდე მე ავიღე. ირანელი ცემა. იმ ირანის თვარდახუჭული გავთიშავდნენ. ის ირანის ჩემპიონი, აი ნარუბო ირანის ჩემპიონი ჩაომიყვანა, თვალები ამიხვი და დაუშვე ეგრევე. მაგათმა აიციან ჩხუბი. ეგ აბსოლუტურში ჩხუბობს. თუმცა თუ ახალ ჩამოგიყვანა პრობლემა. კეთილი, ანუ ხასიათის მხრივ ვიზიარებ, რომ გამორჩეული ხასიათი გაქვს, შემტევი ხასიათი გაქვს და თავდაჯერებული ხარ, რაც ბრძოლებში ძალიან ბევრს ნიშნავს. მისმინე ზოგადად იცი რა კითხვა მაქვს, ვინაიდან კითხვა და მოწოდება ეხლა შენ მაინც არ გაითვალისწინებ, მაგრამ მე ჩემსაც ვიტყვი. რა შევამჩნიე? რამეს რო აკეთებს გამას მებრძოლი. დაჟე გამას ყოფილი მებრძოლი. 1 წელი კონტრაქტი გაწყვეტილი გვაქვს. გაგდებული ყავს ესე პირდაპირ რო ვილაპარაკოთ. მაინც პრესა იყენებს გამას სახელს, ვინაიდან უფრო ხმამაღალი ჟღერადობა მიცეს headlines, თავის headlines და ეხა არავინ არ წერს, აი მაკდონალდის მუშაკი დაიჭირეს, არავინ არ წერს TBC ბანკის მენეჯერი დაიჭირეს. თუმცა გამას მებრძოლი თუნდაც 1 წლის წინანდელი გაშვებული ყურადღებას იპყრობს და გამასთან გაიგივებულია. ჩემი თხოვნა, შენი ჭირიმე. როცა ჰაერში გაისვრი, იცოდეთ რომ თქვენ სახელს არ რისკავთ მარტო, ჩვენი სახელიც თან დაყოლილია ყოველივე მებრძოლზე. მე არაერთხელ მითქვია პატივცემულო ჩვენო მაყურებელო და ეხლაც გავიმეორებ, ჩემი პოზიცია უცვლელია, თუმცა თქვენ რეაქციასაც ვადევნებ თვალს. ჩვენი საქმეა, ჩემი საქმე, როგორც матчмეიკერის და ერთ-ერთი ამ იდეის წამოწყების, რომ უმაგრესი ბიჭები საქართველოში ვაჩხუბო ერთმანეთს. რომ გავარკვიოთ ვინაა მაგარი.
მათი პოლიტიკური შეხედულებები, ცხოვრების წესი, ორიენტაციაც კი ვაფშე არ მაინტერესებს. ჩემთვის არის ან კაი მებრძოლი, ან ცუდი მებრძოლი. ან მინდა ამან ჩემთან რო იჩხუბოს, ან არ მინდა იჩხუბოს. ამიტომ ნაცი ხარია, იქა, რა ვიცი, ამერიკელია, ქართველია, უკრაინელია, რუსი, უზბეკია. სულ ერთია ჩემთვის. არის კაი მებრძოლია თუ ცუდი მებრძოლია. ვისთან წევს, ცოლის გარეშე ვინმე გარდა ვინმე უყვარს, არ უყვარს. ვაფშე პოლიტიკური შეხედულებები ვის რა ცხოვრები აი ვაფშე არ არის ეს ჩემი საქმე. ანუ ეხლა ნიკას უთხრა რომ რუსულები არ იმღერო ფიშტუ აღარ ისროლო, სისულელია, არავის არ უჯერებს და მეც მით უმეტეს და სისულელია და ამიტომ ეხლა ბევრი რო გწერთ რომ ამაზე რა სიტყვი იმაზე არაფერს არ ვიტყვი. სადაც საჭირო იყო ეხლა ჩვენ მაქსიმალურად გამოვხატეთ ჩვენი ყველანაირი მონაწილეობა ახალაიაზე ვიძახი. მიუხედავად იმისა, რომ ახალაიაც ძალიან დიდი ხანი ჩვენი მებრძოლი აღარ იყო, მაინც ჩვენი ყურადღება, როგორც ჩავთვალეთ საჭიროდ, გამოვხატეთ მაქსიმალურად. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულად ნიკას სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვი, არ მესიამოვნა და გვერდზე რომ ზარიყავ, შემეშინდებოდა კიდევაც და გავერიდებოდი. ვერანაირად ორგანიზაცია ვერ გააკეთებს ამასზე კომენტარს და პასუხისგებლობას მით უმეტეს ვერ აიღებს. ზუსტად იგივენაირად, როგორც გიორგი კირვალიძეს. გიორგი კირვალიძეს ბოლო ბრძოლას რა მოყვა გამას მაყურებელმა შესანიშნავად იცის, მის მერე ორგანიზაცია არც თუ ისე კარგად დაემშვიდობა კირვალიძეს, ანუ პირდაპირ რო გითხრათ, გავაგდეთ, ასე რო ვთქვათ, და მის მერე რას აკეთებს კირვალიძე? და გამაშიც რო იყო მაგ დროსაც ვერანაირად პასუხისგებლობას ვერ ავიღებ. ადამიანურად შემიძლია ვთქვა, თუმცა ამის უფლებასაც არ მივცემ რა გზნობები თუ არ ახსავსე. იმიტომ რომ ორგანიზაციის ნაწილი ვარ და ორგანიზაციის მხრივ ოფიციალურ განცხადებად რო აღიქვათ, არანაირად არ მინდა და არ თვლის სწორად. ამიტომ გამაში თქვენ ხედავთ ბრძოლებს და მებრძოლებს და გამაში crazy ნიკა ბოკელავაძე არის მებრძოლი. სხვა როლი არ აქვს ამ ადამიანს და აი თუ ცუდად იჩხუბებს რაღაც მოვა ცუდ ფორმაში ერთ რაუნდში ფილტვებს ამოყრის 500 ჯერ დაარტყავს და აქეთხელები ეტკინება გათიშვის მაგივრად მაშინ მოდით და განმსაჯეთ, გადამიარეთ, მე და ნიკას ერთად გადაგვიარეთ. მაგრამ სადაც ეს კაცი მაქსიმალურად საქართველოში კი არა, საქართველოს გარეთ გავარდა ამის ვიდეოები ტრეშტოკის და სროლებისაც. დაჟე თუ ნახე ერთ-ერთმა ძალიან პოპულარული DJ გამიქსა ჩვენ სიმღერაზე რუსეთში რა. ხო. მე იანვარში აქაც ჩამოდის, დაჟე დავუკავშირდეს და რაღაც. ნუ, რავი, მაგას ვერ მივესალმები ნიკა, მაგრამ შენ ტრეშტოკს გამაში მივესალმები, რომელიც გავარდა საქართველოს ახრიდან საზღვრებს აცდა და ბრძოლებიც დასაფასებელია. ამიტომ ლაშასთან ბრძოლა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მაყურებელს მოუწოდებ გამოიყენეთ ბიჭების პრომოკოდები, მიეცით საშუალება რომ ჰონორართან ერთად კიდე დამატებითი ბონუსები დაითრიონ თქვენი მეშვეობით და თქვენ ასევე ბონუსებზე შეგიძლიათ იმოქმედოთ, ხო? ლიდერბეტისგან ბონუსია, რომელზეც პირდაპირ თქვენ მოქმედებთ და ბიჭებიც მაქსიმალურ სანახაობას შემოგთავაზებენ, გამოს ბონუსებიც დარიგდება და Leader of the Night-იც გაიჩნდება და ამასთან ერთად თქვენს ბილეთების პრომოკოდის გამოყენებით წაეხმარეთ გამას, წაეხმარეთ ბიჭებს, ერთ მუშტად მოვედით აქ, G100 მუშტის ფორმით არის, თუ ვერ შეამჩნიეთ აქამდე და შეკრულ მუშტით შეუტიოთ მთელ სამყაროს. გავაცნოთ ქართული მუშტი კრივი. ნიკა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ბრძოლა,
უპირველეს ყოვლისა წინს რომ დავლაბდბეკის და შენი ბრძოლა ვერ შედგება, მაგრამ უკეთესი ბრძოლა წამოვიდა. ამავდროულად მიხარია რომ ლაშამ შეძლო ამ ბრძოლის გადარჩენა და ასეთი ბრძოლა გველის, რომელიც როდის ჩაგვეშალა ჯერ კიდე. როდესღაც ჩაგვეშალა. შენ და ლაშას ბრძოლა ხო უნდა შემდგარ. თუ არა, სლავას გამოვიწვია რამოდენიმეჯერ რა. ეს სლავასთან ჩაიშალა. სლავასთან ჩაიშალა, თუმცა იტოქში. როგორც ინდურ კინოში ისე მოხდა ყველაფერი, მეგობრებო. ამიტომ დაველოდოთ. ბოლოს სერიაში მაინც დავიტაკეთ. და დაველოდოთ და მოიგებს უძლიერესი. მადლობა ნიკა. მეგობრებო, ვიმედოვნებ მოგეწონათ ჩვენი ეს პოდკასტი. პირდაპირ ჩართვებში პოდკასტების გაკეთება ხშირად მინდა და უგეგმავ, ამიტომ გამიზიარეთ თქვენი აზრი. არც ის ხა კობახა მიყვარს მთელი დღე ესე ნუ დაგვტანჯავო. კობა ხშირად ყოველდღე არ მიგულისხმია. ნუ რავი ეს თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ. მოგრიგდები, მოგეშინი. სანამ კობახამ კამერა გამომირთო, მეგობრებო, დაწერეთ აზრები, თქვენი აზრი გადამწყვეტი იქნება. არგუმენტად გამოვიყენებ კობახასთან დავიდარაობაში, ვაჭრობაში და ჩხუბში. ხოლო რაც შეეხება ჩვენს events 13 დეკემბერს main event-ში ნიკა Crazy Boyka Bokelawadzė Iron Lasha Roinishivilis წინააღმდეგ გელით და ამ ბრძოლის გარდა ამ ბრძოლასთან ერთად და ამ ბრძოლის გარდა 9 და ამ ბრძოლის გარდა 8 უსასტიკესი ბრძოლა გელით. უსასტიკესი, ბევრი ძველი ვარსკვლავი გვიბრუნდება, ბევრი ახალი, კაროჩე, Gamma FC წერტილი შედი ნახე რა ბრძოლებია. მაგარი გრეპლინგი, მაგარი მუშტიკრივი გელი თამთოში.